მივდივარ მეგობრებო, გზადაგზად შევდები, ტკბები მართლა. განსაკუთრებულია ეს მომენტი ბუნებაში. გაზაფხულის წვიმა, ნისლი, აი ეს ყველაფერი რომ ერთიანდება, აი მართლა განსაკუთრებულია რა. და ერთადერთი რაზეც ვფიქრობ, ის არის დამხვდება თუ არა იქ კამერა. ძალიან საინტერესოა. გავიგეთ მაგას რამდენიმე კილომეტრში. გამიმართლა. აუ, რაღაცებია გადაღებული მეგობრებო. აუ, ძალიან ბედნიერი ვარ. რამდენიმე ფრინველი და რამდენიმე არსებაა გადაღებული, მაგას კარგად ვნახავ სახლში. არ დასვენდეს. ძალიან გამიხარდა მეგობრებო, რომ დაფიქსირდნენ სხვადასხვა ტყის არსებები. დღეს არ წამოვსულ ვარ ესე დასარჩენად და რამე. წამოვედი რომ დავტკბე ბუნებით. კამერა წამეღო სახლში და YouTube-ზე გამეშვა სტრიმი. ამ ადგილას კარგად იჭერს ინტერნეტი და კარგი არის ტყიდან პირდაპირ სტრიმების გაშვება, ხალხთან საუბარი, გამომწერებთან ძალიან მიყვარს. ერთი სული მაქვს სახლში მივიდე და ყველა კაცს სათითაოდ უყურო. ერთი სავარაუდოდ ბუ იყო, იმიტომ რომ ძალიან გავდა რა ვიზუალით. უბრალოდ გადავხედე, არ ჩამეთავს არც ერთი.
ერთი მგონი კვერნა იყო. მოკლედ ერთი სუნი მაქვს სახლში მივიდე. კამერას რაც შეეხება მომეწონა, იმიტომ რომ როგორც ეწერა და რაც ეწერა, ყველაფერი ნაღდია. არის ჩვეულებრივად წყალგამძლე. ამას იმიტომ ამბობ, რომ ზოგი ასეთი კამერა წყალგამძლე არ არის. აჰა, ტაისონ. იმიტომ რომ ეს 5 დღე რაც დატოვებული მაქვს კამერა, 5 დღეა წვიმს. ბოლო ლაშქრობიდან სახლში რომ დავუბრუნდი და ამ კონკრეტული ტერიტორიის ამინდები გადავამოწმე, 5 დღე წერა სულ წვიმა. აი ახლაც როგორი ამინდიც არის და ძალიან გამიხარდა, რომ ჯანსაღად დამხდა კამერა. აურა კაი არის. მთელი დღე რო ვიჯდე და ვუყურო, ესე არ მომწყინდება. ეს ნისლიანი ხეები და ამ ჩიტების გალობის მოსმენა. ძალიან მაგარია. ამ 5 დღეში ბევრი რამ შეიცვალა და მინდა გაგაცნოთ ჩემი ახალი სპონსორი ვიტამინ ფაუერი, რომელიც მანამდეც მიხსენები არაერთხელ და არ ვსაუბრობ ამას, იმიტომ რომ ის ჩემი სპონსორი არის. 5 თვეა, რაც ვარჯიშობ აქტიურად და ჩემი მიზანი არის კუნთოვანი მასის ზრდა. სწორად რა თქმა უნდა. აი ამ 5 თვის მანძილზე ჩემი ტრენერის ლაშას რჩევით მოვიხმარ სულ ვიტამინ ფაუერის პროდუქციას. და უკვე შემიძლია წარმოგიდგინოთ ვიტამინ ფაუერი როგორც ჩემი სპონსორი. აწი დამეხმარება ჩემი მიზნების მიღწევაში. ეს წამოვიღე ლაშლის კრეატინი და ხილის ბიფ პროტეინი. ასე ლაშქრობების დროს იდეალურია და წელს კინორწვერზე რო წავალ, იქ ბევრი დამჭირდება. ცილების საოცარი წყარო რა წარმოიდგინეთ. 31 გრამი ცილა ერთ მიღებაზე, plus 5 გრამი კრეატინი. მე ასევე აუცილებლად შემოგთავაზებთ საკვები დანამატებით საჭმელების გაკეთებას, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვარიანტია. ზოგი ასე პირდაპირ სვავს. მეც თავიდან ეგრე ვიყავი. მაგრამ მე დავამუღამეთ, ნინიმ დამამუღამებინა უკვე საჭმელების გაკეთება საკვები დანამატით, რა ძალიან კარგი არის, თან რაღაცას ჭამ, თან საკვებ დანამატს იღებ. იდეალური ვარიანტია რა. ამას ხსნი ხოლმე სადღაც 200-300 მილilitrში. ადრე 9 ლიტრში ხსნიდი ხოლმე, მაგრამ აი დასალევად რა ბერავ დასავით, ისედაც ბევრ სითხეს ვიღებ. ეს ბიფ პროტეინის და კრეატინის ძალიან კარგი თემა არის. ვიტამინ ფაუერისგან კიდევ ვიყენებ პირადად მე ციტრონის, არჯინის და რიტუალს. მაგეებსაც გაგაცნოთ. მე შორტების სექციაში თუ გადახვალთ, იქ ვდებ ხოლმე ვარჯიშის ვიდეოებს, სხვადასხვა დღეებს. ვერ ამომყავდა თავისი აუზიდან წეღან. ვეძახი, მოდი ტაისოთ, ხო მოვიდა. დავიწყე ტენტის გაშლა და დაამუღამა, რომ აი ბადრე რაღაც საქმეშია, ყურადღებას ვერ მომაქცევსო და ესე ჩუმად უყურებ რა და ნელ-ნელა მიდის და თან ესე გვერდიდან მიყურებს რა ჩუმად. აქ წინ ქვა არის. ქვას ამოეფარა თუ არა მოტყდა ეგრევე და წყალში ჩახტომის ხმა გავიგე. ბავშვივითაა რა. რამხელა თავის ქალა ვიპოვე დაინახეთ. რაღაც ბალახის ჭამელი სამალი ძალიან დიდი არის.
ცხენი საქონელისას არ გავს. მაგრამ ცხენიც არ მგონია ძალიან ვიწროა რა. რო დავაკვირდი. არც ძროხას არა აქვს იგეთი ვიწრო თავი. იმიტომ რომ საქონელის თავის ქალა მინახავს და ის შუბლის მხარეში ესე იშლება. ფოტოც მაგ გადაღებული ეს სახესთან მაგ ჩამფერებული და იშლება. ცხენი შეიძლება შედარებით პატარა ცხენი ყოფილიყო. არაა გამორიცხული. აი ძველი თავის ქალა ჩანს თან. აი უკვე თავის ქალა ხო რამდენიმე ძულისაგან შედგება, ეს ძულები ხო შეერთებულია ერთმანეთზე ესე მჭიდროდ რა. ჩანს კიდეც ახლდან ეს რაღაც გეგონებას კბილებივითაა და ჩამჯდარიაო. ხო და მაგაში უკვე ეს სიმწვანე და ისა აქვს გაჩენილი. ცოტა ხანში ხავსიც მოედება. ისე როგორი ეგეთ რაღაცას რო უყურებ და რო იცი რომ ედროს ცოცხალი იყო. რაღაცნაირია რა. ესეთ ადგილზე როცა ვარ, სადაც წყალი არ მოგვეპოვება, ან გამოგველია, მაგრამ წვიმის ნადგომი წყალი ნახეთ. ამას გირჩევთ რა. აი შარშან ზაფხულს ხო აქტიურად ვიყენებდი ლაივსტრავის წყლის ფილტრია. Camshare-ში შეგიძლიათ ნახოთ. ლინკს ჩავსვავ წერაში, მაგრამ აი და დამავიწყდა, ან დაინტერესდით, კომენტარებში დამიწერეთ და გეტყვით. აქ არის 150 გრამი გერკულესი, რასაც ვიღებ ხოლმე დირაობით. აი მე გერკულესი და ბიფ პროტეინით ძალიან მაგარ რაღაცას გასწავლით, ვინც ვარჯიშობთ მოგეწონებათ. ხავსი ძალიან მიყვარს. ახლოდან ძალიან ლამაზი არის. და სხვადასხვანაირი ხავსი არსებობს. ეს სხვადასხვანაირი ბოლოები აქვს. ფორმის გულისხმობ. და ერთი სული მაქვს ჩემ ხავსების ქოხში როდის დავბრუნდები და მაინტერესებს როგორ დამხვდება. მედია მანქანამდე ცოტა გაიწურება. სახში კი მე დავუპარ. გონი ეს არის ჩემ სახზე ყველაზე მშვიდი ვიდეო. ხოსო ისეთი ვიდეოებია რა გიჟური. რაღაცი ყველაფრის გარეშე დარჩენა, ყინვაში, ძირწოლა, რაღაც ისეთი რა. ხო და ეს არის ყველაზე მშვიდი ვიდეო. უბრალოდ ტკბები ბუნებით. ერთი სული მაქვს სახში მივიდე და აი ფოტოხაფანგის კადრები ვნახო. აი ერთი სული მაქვს ეგ გაგიზიაროთ რა. ჯერ ხო ძალიან გამიხარდა. სახში რომ ვარ ყველა საცდაოდ ვაჩვენებ და მე თქვენ გაგიზიარებთ და კიდე ბევრგან დავაყენებ და კიდე ბევრ ამის დავაფიქსირებ. აუცილებლად გამოვიწერ კიდე ერთს ან ორს. უფრო ორს ფიქრობ. 3 წელი მექნება. სხვადასხვა ტერიტორიებზე დავაყენებ ხოლმე და ძალიან მაგარ რაღაცებს გადავიღებ დარწმუნებული ვარ.
ახლახანს გავთიშე მეგობრებო. თითქმის საათს ნახევრიანი სტრიმი მქონდა BBRY-ზე. Tyson ჩამოდი ხიდან. ვისაუბრე თქვენთან. ძალიან კარგი იყო. სხვა დროს ესეთი რამე შეიძლება რომ თლიანად სტრიმით წამოვიდე ტყეში რა. არ გადავიღო ვიდეო. ან თლიანი ლაშქრობა იყოს მარტო ლაივი. პირდაპირ სტრიმი. ეგეთი რაღაცის გაკეთება შეიძლება სხვა დროს. უბრალოდ მანდ ერთი რაღაც მაქვს გასათვლელი კარგად. წამო Tyson. ტელეფონის ელემენტი და ჩემი powerbank-ი რომელიც 60,000 mAh-იანია. რამდენად გაკაჩავს იმას, რომ მუდამ ჩართული იყოს სტრიმინგი და თუ მეყოფა ეს ენერგია. აი ეგ მაქვს გასაკვირი. მაგას დავაკვირდებ. თუ ეს შესაძლებელია და მაგარი იქნება. არ ამგონი 24 საათი გაკაჩავს ატომიც. მაგრამ ნახოთ.
მეგობრებო, იმედი მაქვს თქვენ ჩემსავით დატყვით ამ საოც არის ბუნებით, ბუნების ხმებით, ულამაზესი სიუჟეტებით და ასევე ტყის არსებებით. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ფოტოხაფანგმა კიდევ სხვა არსებები დააფიქსირა. და ეს მხოლოდ დასაწყისია. წინ კიდევ მრავალი ტყის ცხოველისა თუ ფრინველის გადაღება გველის. მადლობა მეგობრებო, ვინც მიყურებდით და იყავით ჩემთან. ნახვამდის თქვენ უყურებდით BBR Worlds.